მოგესალმებით ჩემო კარგებო, მოგესალმებით ჩემო ერთგულებო, იმედია ყველანი კარგად ხართ. მოვედით თქვენთან მორიგი საჯარო გაშლით და მოდით ვნახოთ თქვენს ჩაფიქრებულ სიტუაციასთან ან სურვილთან დაკავშირებით რა პასუხს გაგცემს ტარო, რას გვეტყვის, როგორ გამოვახალთ ამ სიტუაციიდან, ან როგორ გადაწყდება რაღაცა კონკრეტული საკითხი, ავისრულდება თუ არა რაღაცა ჩანაფიქრი, ხო? თქვენი მიზანია ბუნებრივია. გვექნება სამი ვარიანტი და შეგიძლიათ აირჩიოთ ერთ-ერთი ვარიანტი, ან შეგიძლიათ სხვადასხვა ვარიანტი, სხვადასხვა სიტუაცია ჩაიფიქროთ, სხვადასხვა სხეული და ნახოთ რა რჩევას, ან რა პასუხს მოგცემთ, ან რა ინფორმაციას მოგაწოდებთ ტარო. მაშასე, პირველი ვარიანტი. ახლა მოყვადა იყოს. მეორე ვარიანტი. და მესამე ვარიანტი. იმედია კადრში ჩანს სამივე ვარიანტი. პირველ ვარიანტზე დავამატებ ფიროს, მეორე ვარიანტზე დავამატებ ესეთ პირიტის გულს და მესამე ვარიანტზე იყოს მოდით ამეთვისტო. აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი და ვნახოთ რას უპასუხობს ტარო, რას გვეუბნება. ბაშაც, პირველი ვარიანტი. პირველი ვარიანტი. ამ საქმეში, რომელიც ჩაფიქრებული გაქვთ, თქვენ აუცილებლად გამარჯვებული დადგებით. სურვილის ასრულება არის ეს, თუ რაღაცა კონკრეტული საქმე არის ჩაფიქრებული, აუცილებლად აქ გამარჯვება იქნება. ერთადერთი გაითვალისწინეთ, რომ იმისთვის, რომ მიზანს მიაღწიოთ სწრაფად, იმისთვის, რომ უბადლოდ შესრულდეს ის, რაც გინდათ რომ მიიღოთ, ამაში უნდა იყოთ თავიდან ბოლომდე თქვენ ჩართული. დაელოდებით იმას, რომ რაღაცა თავისით მოხდება. ეს ზუსტად ის შემთხვევა ნამდვილად არ არის. ეს არის შემთხვევა, სადაც უნდა მართოთ თქვენ, უნდა დაგეგმოთ თქვენ, უნდა იაქტიუროთ თქვენ და განსაზღვროთ, სად რა და როგორ უნდა იყოს. ამიტომ თქვენი აქტიურობა აქ აუცილებელია. რაც შეეხება სურვილს, თუ ჩაფიქრებულ კონკრეტულ სიტუაციას, სიტუაცია აუცილებლად გადაწყდება. თუ თქვათ, გაქვთ სურვილი, რომ რაღაცა პირადთან დაკავშირებით არის და აი საუბარი, დალაპარაკება პარტნიორთან, რაღაცა კონკრეტული ინფორმაციის მიღება, შეიძლება ეს მომენტიც იყოს აქ აუცილებლად მოვიდეს, დაილაპარაკოთ რაღაცა, გამოირკვეს, გაიხსნას რაღაცა ახლა რთული სიტუაციები, ხო? აქ რაღაცა ემოციურ გამარჯვებასთანაც არის დაკავშირებული, ზეიმთან არის დაკავშირებული პირველი ვარიანტი, ყველა შემთხვევაში აქ გამარჯვებით გახართ. ანუ სურვილი ჩაიფიქრეთ, თუ რამე კონკრეტული სიტუაცია გაქვთ ჩაფიქრებული, აქ თქვენ გახართ გამარჯვებით. ასევე შეიძლება მიიღოთ, რა ვთქვათ, სამსახურთან დაკავშირებით თუ არის კონკრეტული ძალიან ესეთი ძლიერი პიროვნებისგან მიელოდეთ თქვენ მაშინ დახმარებას, ესეც იქნება აქ. აი ესე იყო პირველი ვარიანტი, ეხლა ვნახოთ მეორე ვარიანტი, პირიტი ვინც არჩია, რა ხდება აქ. აი ეს რაღაცა იცით, ეს შინაგანი ბოჭვები, ეს შინაგანი ჩაკეტვა, რასაც შეიძლება თქვენ თვითონაც აკეთებთ, შეიძლება ეს რაღაცა ნეგატიური ენერგიების ბრალი არის, ხო, რომელიც თქვენთან არის, თქვენს გარშემო არის, ან კონკრეტულ საქმესთან ახლავს, რა საქმეზეც თქვენ ახლა სიტუაციაზე თქვენ ახლა თქვენ გაქვთ ჩაფიქრებული, ხო? რა თქმა უნდა, ეს აფერხებს მიზნამდე მიყვანას, მისვლას და იმ სურვილის ასრულებას, რომელიც თქვენ გაქვთ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ესე არ გამოვა. ნამდვილად გამოვა, უბრალოდ აი თით რა არის, ერთგვარი შინაგანი სიჯიუტე. შეიძლება აქ გქონდეთ თქვენ რაღაცის არ დაჯერების მომენტი. კიდევ ხო? აი რაღაცას ვერ იჯერებთ, არ იჯერებთ, გონიათ რომ რაღაცა ის სხვანაირად იქნება, გამოძურებით
რაღაცა სხვანაირად დაალაგდება. არა, მოდი ესე არ მას ვქნათ ხომ? ვიყოთ უფრო, აი აქ გმართებთ უფრო მეტად რომ ვიყოთ უფრო რეალისტები, გმართებთ რომ სიმართლეს მაქსიმალურად გაუსწოროთ თვალი და აი განსაზღვროთ ხომ? რომ არსებობს რაღაცა რეალობა, თუნდაც სრულად წარმოუდგენელი, მიიღოთ, კი არ განსაზღვროთ უბრალოდ, არსებობს რაღაც რეალობა სრულად წარმოუდგენელი, თუნდაც თქვენთვის და ასევე არსებობს თქვენი რაღაცა არ ვიცი, წვენები, რაღაცა სიჯიუტე, რაღაცა დარწმუნება, ხო? ეს ორი რაღაცა სრულად შეუთავსებელია ერთმანეთთან. ეს უნდა გაითვალისწინოთ აუცილებლად. ხო? ამიტომ მოусმინეთ, არ ვიცი, ჭკვიან ადამიანებს, მოусმინეთ კომპეტენტურ ადამიანებს, იკითხეთ რჩევები. აქ აი ეს სიჯიუტე, ეს რაღაცნაირი ცეთ აი ემოციური სიჯიუტე ჩანს, აი როგორც თქვა, აი გაბუტული ბავშვივით, ხო? აჯანჯღებული ბავშვივით ხართ თითქოს. მე რა თქმა უნდა, აქ არ ვამბობ იმას, რომ რაღაცა პრეტენზიული გაქვს და პრეტენზიული ხართ და ისტერიკებში ხართ. არა, უბრალოდ აი თქვენი მდგომარეობა, თქვენი ენერგეტიკული მდგომარეობა რაღაცა მიდგომა საკითხისადმი არის თითქოს ესეთი, ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს. როგორც კი ეს შეიცვლება, როგორც კი თვალს გაუსწორებთ, ხო? რეალობას მიიღებთ იმას, რაც აი რაღაცას ვერ ღებულობთ რა. ფაქტი აი ამ თემასთან დაკავშირებით რაღაცა მიმღებლობა არ არის. როგორც კი აქ მიმღებლობა გაჩნდება, თავისი დაალაგდება მაშინ ყველაფერი. ეგრევე ყველაფერი თავის ადგილას დაალაგდება. ასე რომ აი სურვილი არის აქ ჩაფიქრებული თუ რაღაცა კონკრეტული მიზანი გაქვთ რაღაც, ხო? როგორც კი აი ეს რაღაცა რაც არის, რაც ძალიან არ მოგწონთ, რასაც ძალიან ვერ ღებულობთ. აი შეიძლება რაღაცა ნაწილი არის, რაღაცა ნიუანსი არის ამ თქვენი მიზნის ან სურვილის, ანუ აი რაღაცა ძალიან არ მოგწონთ, ხო? როგორც კი ამის მიღებას შეძლებთ თქვენ, ყველაფერი დაალაგდება თავის ადგილას, ხო? აი ესეთი ამბავი გვაქვს მეორე ვარიანტში და გადავიდეთ მესამეზე. ამისთვის თუ ვინც ერჩევ, ნახოთ რა ხდება აბა ერთი აქ. ოხოხო. სწრაფი ცვლილებები. ყველაფერი რაც დაკავშირებულია თქვენ სურვილებთან, ან მიზანთან, რომელიც გაქვთ ჩაფიქრებული და ის მოითხოვს მნიშვნელოვან ცვლილებას, შეიძლება კარდინალურ ცვლილებასაც. ყველაფერი ეს განვითარდება ძალიან სწრაფად და აქ რა თქმა უნდა არის საჭირო სწრაფი მოქმედებაც თქვენი მხრიდან. აქ მოვლენებით სწრაფად განვითარდება, აი სიტუაცია რაც გაქვთ ჩაფიქრებული, ცუდი არის, კარგი არის, არ აქვს მნიშვნელობა. მოვლენებით სწრაფად განვითარდება, თქვენი აქტიურობაც სწრაფი არის საჭირო აუცილებლად, ხო? და ცვლილებები აქ გარდაუვალია. კარგისკენ წავა ეს ცვლილებები თუ უარესობისკენ წავა. ეს დიდწილად არის თქვენზეც დამოკიდებული. ესეც უნდა გაითვალისწინოთ აუცილებლად. კი, აი აქ ზუსტად თქვენს ხელშია. მოვლენები აქ იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ არ უნდა დააგვიანოთ. აი მართლა არ დააგვიანოთ. ეს ის ვარიანტია. როდესაც იცით როგორ არის, აი იხსნება რაღაცა კარიბჭე, ან მოხდება რაღაცა ძალიან ცუდი, ან მოხდება რაღაცა ძალიან კარგი და რა თქმა უნდა გისურვებთ რომ ძალიან კარგი მოხდეს, ხო? ყველასთან, მაგრამ ამ შემთხვევაში აი ეს ჯადოსნური ჯოხი არის თქვენ ხელში, კარიბჭეს გახსნასთან ერთად, ჯადოსნური ჯოხიც თქვენ ხელში მოდის და ამიტომ აი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ რა და არ უნდა დააგვიანოთ მოქმედება. როგორც ჩანს, აქ რაღაცა ხილობს ძალიან აგვიანებთ რომელიღაცა მოქმედებასა და ამიტომ ყვირის ესე აქ ამ ვარიანტში რომ იმოქმედე არ დააგვიანოთ, თორემ მერე გვიან იქნება, იმიტომ რომ აი თითქოს რაღაცა პორტალი არის გახსნილი ახლა იმისთვის რომ თქვენ იმოქმედოთ და ეს ჯადოსნური ჯოხიც როგორც გითხარით თქვენს ხელში. ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა 100%-იანი ბიზნის მიღწევაც არის და სურვილის ასრულებაც უკვე ხდება, მაგრამ თქვენი ძალიან
ძალიან სწრაფი ნაბიჯები თქვენ ძალიან სწრაფი მოქმედებიდან გამომდინარე. აი ესე ჩემოკარგებო, ესეთი გაშლა გამოგვივიდა. იმედია მოგეწონათ, ველოდებით თქვენს გამოხმაურებას. ყველას მადლობა აქტიურობისთვის, განსაკუთრებით ჩემს გამომწერებს, ადამიანებს, რომლებიც შემოდიან უბრალოდ ჩემს არხზე, უყურებენ ჩემს გაშლებს, აკომენტარებენ, ვისაც მოწონებული აქვს. ყველას ძალიან დიდი მადლობა და ასევე დიდი მადლობა ჩემს მომავალ გამომწერებსაც და სტუმრებს, რომლებიც შემოისერნებენ ხოლმე ჩემს გვერდზე. მეულევ ბედნიერებას, სიყვარულს, სიხარულს და კეთილდღეობას გისურვებთ.